ჰენრი ნოვაკი იყო ბრიტანეთის მოქალაქე 18 წლის, რომელიც სიგმა კაცმა დანით მოკლა. მაგრამ როდესაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, მათ ხელბორკილები დაადეს მას. არ მოусმინეს მის სიტყვებს, რომ დახმარება სჭირდებოდა. 9 ჯერ იყო დაჭრილი, მაგრამ პოლიცია სინამდვილეში მივიდა სიგ კაცთან, რომელმაც განაცხადა, რომ არ დაუჭრია იგი. მათ დრომისკენ მიმართეს, არასდროს დაუდიათ ხელბორკილები. ჰენრი ნოვაკი მოკვდეს დაანებეს, რადგან ეშინოდათ, რომ რასისტებად აღიქვამდნენ. და სწორედ ამიტომ არის მთელი დიდი ბრიტანეთი ეხლა სრულიად შეშფოთებული, რადგან რასიზმმა დაამტკიცა, რომ მისი თავი ხმაურიანი, მახინჯი და ძალიან ცოცხალია. მაგრამ არა რასიზმი ისლამისტების, მიგრანტების, შავკანიანების მიმართ, როგორც ისინი ცდილობდნენ, რომ დაგეჯერებინათ. არამედ სინამდვილეში რასიზმი ბრიტანეთის მოსახლეობის თეთრკანიანების მიმართ, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და ამ ქვეყანას აშენებდნენ. ეხლა მათ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ექცევიან და მათ ეს უკვე მობეზრდათ. ამიტომ გაერთიანებული სამეფოს ქუჩებში სრული აუზაურია. როდესაც კეირსტარმერი და პოლიტიკოსები აბძელებენ აბსოლუტურად ყველაფერს არასწორად აკეთებენ, რომ ხალხი დამშვიდდეს ამ ამბავთან დაკავშირებით. არ შეგეშალოთ, ეს ახალი ჯორჯ ფლოიდის შემთხვევაა, უბრალოდ ცოტა საპირისპიროდ. ჰენრი უდანაშაულო იყო, მას ხელბორკილები დაადეს, მას დანა დაარტყეს. პოლიციამ მის სიკვდილს გზა მისცა, რადგან ძალიან ეშინოდათ, რომ რასისტებად ჩათვლიდნენ და გაერთიანებულ სამეფოში ყველას უკვე მობეზრდა ეს ყველაფერი. აი ეს ხდებოდა. აქ გაბრაზებული მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ საუთჰემპტონში. მოითხოვენ, რომ მუხლი მოიყარონ და პატივი მიაგონ ჰენრი ნოვაკს. რას აპირებთ? ხელბორკილებშია, აი რა უნდა გაიაზროთ. ეს კონტენტი ცოტა ძალადობრივი იქნება, რადგან ხალხი ძალიან გაბრაზებული და შეძრწუნებულია. თქვენ ყველანი კი. მაგრამ ეს არის ის, რასაც თქვენ სწავლობთ, დააკმაყოფილეთ მოთხოვნები და მუხლი მოიყარეთ. ჰენრის მიმართ თქვენი პატივისცემა აიღეთ, თქვენი ოფიცრები იმ კაცის სიკვდილში მონაწილეობდნენ. 4 საათი და ნახევარი ვიმგზავრე, რომ აქ მოგეყვანეთ. სხვათა შორის, ეს არის რაღაც, რაც დიდ ბრიტანეთში დიდ პრობლემას უსვამს ხაზს. პოლიციისადმი მზარდ უნდობლობას. ეს ყველაფერი პოლიციის ბრალია, რადგან ამ პოლიტიკურ სიტუაციაში მათ უნდა ითამაშონ, თითქოს არ ხედავენ რა ხდება. ერთადერთი, რასაც ისინი ხედავენ, არის რასა. მაგრამ აშკარად ისლამისტების და მიგრანტების მხარეს არიან. ხალხი სულ უფრო და უფრო ბრაზდება. გახსოვთ, როცა ჯორჯ ფლოიდი მოკლეს. ყველა ძალიან ბედნიერი იყო, რომ მუხლზე დაედგა პროტესტის ნიშნად. ამას გულისხმობს ის, უბრალოდ ჰენრი ნოვაკისთვის მუხლი მოიყარეთ. ის თქვენიანია და თქვენ უნდა დაგეცვათ ის, მაგრამ ეს არ გააკეთეთ. ასე რომ, სულ მცირე აღიარეთ. რო ხარს წელში ამოუვიდა, ჩვენ უკვე ყელში ამოგვივიდა შენით, მისი თავი. შეამოგვივიდა შენით, მისი და პოლიციის ყველა ოფიცრით. თქვენი მემარცხენე იდეოლოგია ომია და ეს ანგრევს ქვეყანას. ყელში ამოგვივიდა ეს ყველაფერი. საზიზგრობა, რასაც აკეთებთ. უბრალოდ დგახართ იქ და ისევ დგახართ. ამპარტავანი ხართ, ბილწი ხართ. ყველაფერს უბულებელ ყოფთ. კიდევ მეტი პოლიციელი. მოხედეთ, მე არ მჯერა ასეთი ძალადობის, მაგრამ მესმის, რატომ კარგავენ ადამიანები მოთმინებას ამ ამბის შემდეგ, რატომ კარგავენ თავს. მოდი, შეწყვიტე ეგ, შეწყვიტე! Თხილად. შენ ნაბიჯვარო. კარგად ხარ. თხილად, თავი დაიცავი. ხელი ჩამოართვი, კარგად ჩამოართვი. გაჩერდი. ვინც ამ ამბავს ბოლო დროს ადევნებთ თვალს, შეამჩნევთ, რომ ტომი რობერტსონის მთავარი მივარი მიზანი სწორედ ეს არის. ის აქტივისტია, რომელიც ძალიან აქტიურად ავითარებს ამ რემიგრაციის თემას. ცდილობს თქვას, ნახეთ, ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ რასისტი ბანდიტები ვართ, რომ ძალადობრივები ვართ. მოდით ეს არ დაუშვათ, ყველაფერი მშვიდობიანად შევინარჩუნოთ. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ეს მოთხოვნა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ამ მამაკაცებისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად გრძნობენ თავს თავდასხმის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრძნობენ, რომ ისინი, ვინც უნდა იცავდნენ მათ, პოლიცია, ახლა სწორედ ისინი აზიანებენ მათ. და ამიტომაც ჩვენ ხედავთ ძალადობის ძალიან ცუდ და სამწუხარო ესკალაციას პოლიციის წინააღმდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეში არაფერ შუაშია პოლიციასა და ამ გაბრაზებულ ახალგაზრდებს შორის. ეს დაკავშირებულია კულტურის სრულ განადგურებასთან და იმასთან, რომ ხალხი ბოლოს გვამდე მიიყვანეს. მათ უბრალოდ აღარ შეუძლიათ, ინგლისელ ახალგაზრდა კაცებს აღარ შეუძლიათ და ჰენრი ნოვაკის ამბავი ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ აძლიერებს. ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. ზოგადად ძალადობა საშინელი რამაა, მაგრამ ის, რასაც ახლა ინგლისში ვხედავთ, ეს აჯანყებაა, ეს ცვლილებაა, ეს გარდატეხაა, ეს ნამდვილი ღრმა, შინაგანი გრძნობაა. ჩვენ აღარ შეგვიძლია. Literally.
უბრალოდ მათ სახეზე შეგიძლია დაინახო, რომ კივები ონგისია და აშკარად ჯერ კიდევ ცხელია. არ ვიცი, ვისი სახს გულისხმობენ აქ, თუ ეს მკვლელის სახლია, მაშინ ეს მათთვის ახლა კარგი არ იქნება, მაგრამ ხალხი გაბრაზებულია. ჩანდაბა. ვინ არის ის კაცი კოსტიუმში? თუ კარგად მოусმენთ ხვირიან, ვერ სუნთქავ. ეხლა ინტერნეტში უამრავი ვიდეოა, სადაც ამბობენ, რომ პოლიცია არავის გაუბრაზებია. არ ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირ პროვოკაციის ნაკლებობაა. მგონია, რომ მე პოლიციელი რომ ყოფილიყავი ასეთ სიტუაციაში, ალბათ მეც ასე მშვიდად ვიმოქმედებდი, როგორც ისინი. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს ბევრად უფრო ღრმა საკითხია. ეს კონკრეტულ ძალადობრივ მომენტებს არ ეხება. ეს ეხება ქვეყანას, რომელსაც მობეზრდათ ხუილების მოსმენა და მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად მოპყრობა, მაშინ როცა ისინი გაერთიანებული სამეფოს თავდაპირველი მოქალაქეები არიან. პირველ რიგში, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ, რომ არ გაჩუნდით. გილოცავთ, რომ გამოხვედით. ჰენრის მკვლელობა. მე ამაზე 20 წელია ვსაუბრობ. ვამბობდი, რომ რასობრივი ბანდის მსხვერპლი გახდებით, ანუ პაკისტანელი მუსლიმები თეთრკანიან ბავშვს სცემენ, პოლიცია მოვა. ისინი ყოველთვის ესხმიან თავს თეთრკანიან ბავშვებს. როცა კი მინახავს მთელი ჩემი ცხოვრება, ისინი თეთრკანიან ბავშვებს ესხმიან თავს. ის რაც ეხან თელმა მსოფლიომ ნახა ჰენრის ვიდეოში, ისედაც ყველა მიცით. თეთრკანიანებს სხვანაირად ექცევიან, ვიდრე არათეთრებს. და ეს ყველგან გავრცელდა ჩვენს ქვეყანაში, ყველა ინსტიტუტში. ვერ სუნთქავ, ტირილი, მუდარა. იცი, შეშლილობაა ის, რომ ნახეთ იმ ნაძირალას ძმა, რომელსაც უნდა წაუყენონ ბრალი მართლმსაჯულების ხელის შეშლაში, თელი თავისი სხეული ცხოვრებით. რაზეც აქ საუბრობენ არის ის ფაქტი, რომ ჰენრი ნოვაკი როცა კვდებოდა, ამბობდა, ვერ ვსუნთქავ, დამჯრეს, ვერ ვსუნთქავ. მან ეს 9 ჯერ გაიმეორა და დამჯრის ოჯახი იქ იყო. და ისინი უბრალოდ ამბობდნენ, არა, ასე არ უთქვამს, მათ დამალეს, რაც სინამდვილეში მოხდა პოლიციისგან. და ტომი რობინსონი ამბობს, ნახეთ, ეს ბიჭი დიდი ხნით მიდის ციხეში, მაგრამ ასევე უნდა დაისაჯოს მისი ოჯახიც, რადგან მათ გააფუჭეს სასამართლო მართლმსაჯულება. და რომ იმ ხალხს ეთქვა, არა, ის დაჯრილია, შეიძლება ჰენრი გადარჩენილიყო. და ყველას, ვინც ამბობს, რომ წარმომადგენლობითი საზოგადოებები არსებობს, ვეუბნები, ეგ ოჯახი გააგდეთ საუთჰემპტონიდან, ჩაიცვით თქვენი თუქსედოები და გაეთრიეთ. შეიძინეთ ამ ქალაქში მომავალ კვირას და ისე გაიარეთ მაგის გვერდით. ნაძირალას ძმა, რომელმაც ხელი შეუწყო და საშუალება მისცა ჰენრის მკვლელობას, აბსოლუტურად ის ფაქტი, რომ ის ქუჩაში თავისუფლად დადის, სიგიჟეა. ეს მართლაც სიგიჟეა, მაგრამ გონია, რომ ეს ისაა, რისიც ბევრ ბრიტანელს ეშინოდა. ეს გრძნობა, ეს ბრბოს ძალადობის განცდა. თითქოს ისინი ყველას დაედევნებიან, ვინც გაბედა და რაიმე კავშირი ჰქონდა ამასთან. და ყველამ ვიცით, რომ ეხლა სიქების საზოგადოება ამ ყველაფრის შედეგებს იგრძნობს, ხო ასეა? ისინი მაღაზიებში იქნებიან და თეთრკანიანი ახალგაზრდა გაბრაზებული ბიჭები, რომლებიც აღელვებულები არიან ყველაფერში, მათ დაადანაშაულებენ, რაც ჰენრის თავს გადახდა. ირონიულად, ეს მართლაც გულსატკენია, რადგან გონია, რომ ტომი რობინსონი დიდი ხანია ცდილობს ამ ყველაფერს თავი დააღწიოს. რომ ხალხი ძალადობას არ მიმართავდეს, უბრალოდ დაამტკიცოს, რომ თეთრკანიანების მიმართ რასიზმი მიუღებელია, ისლამიზაცია მიუღებელია. და ეს უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ ეხლა რასაც ვხედავთ არის ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მთავრობამ ძალიან დიდხანს მისცა ამის უფლება. პოლიციელები ძალიან დიდხანს დაუდევრად მოქმედებდნენ და ხალხი გაბრაზებულია. გრცხვენოდეთ თქვენზე. ესენი არიან პოლიციის ოფისის გარეთ. ისევ გაგიჟებული, გაბრაზებული ყველაფერზე რაც ხდება. ჩვენ დღეს აქ ვართ. რა უნდა ვქნათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? იმიტომ რომ ეს ყველაზე საზიზღარი რამაა, რაც ოდესმე მინახავს სოფლიოში. რომ ეს ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცი ყოფილიყო, მთელი ქვეყანა ცეცხლში იქნებოდა. იქ იქნებოდა მაკფერსონის ანგალიშები, დამოუკიდებლად გამოიძიებდნენ. ის ადამიანები იქ შენი მტრები არიან, ისინი შენი მეგობრები არ არიან. აი რა ხდება? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის მართალია, რომ მსგავსი რამ რომ სხვანაირად მომხდარიყო, ხალხი სრულიად აღშფოთებული იქნებოდა. და ეს ისევ და ისევ ხდება. ისევ და არაფერი შეცვლილა. ამიტომ ხალხი ერთიანდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. მე არ მომწონს ძალადობა, არასდროს მომწონდა ძალადობა და ძალადობა ეს მაწუხებს. ვფიქრობ, უმეტესობას ძალადობა განსაკუთრებით არ მოსწონს. მაგრამ ზოგჯერ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს. არის თუ არა მომენტი, როცა გზავნილი უბრალოდ აღარ აღწევს ადრესატამდე. რომ ხალხს მართლა ქუჩაში გასვლა და ამის დამტკიცება სჭირდება.
არ ვიცი, მაგრამ როცა ხედავ, როგორ რეაგირებენ პარლამენტარები, იწყებ იმის გაგებას, რატომ არიან ადამიანები ასე გაბრაზებულები. და ამ საშინელი ტრაგედიის კიდევ უფრო გამძაფრებას ისიც ემატება, რომ პოლიციამ აშკარად დაუშვა შეცდომები, რაზეც პასუხი და პასუხისმგებლობა უნდა იყოს. უმეტესობის რეაქცია, ისევე როგორც ჩემი ჰენრის მკვლელობაზე, იყო გულის თქივილი, თანაგრძნობის გამოხატვა ოჯახის მიმართ. კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე დაიკარგა. დამით ჩადენილი დანაშაული. კიდევ ერთი მომავალი, რომელიც აღარასდროს განხორციელდება. არ მგონია, რომ ხალხმა კარგად იცოდეს, რამდენად გძიმეა დამით ჩადენილი დანაშაული დიდ ბრიტანეთში. შეშლილობა. თუმცა არიან ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც ჰენრის მკვლელობას იქანებენ არა მხოლოდ საკუთარი სიძულვილის იდეოლოგიის გასაოცრებლად, არამედ საზოგადოების გასაყოფადაც. ეს ხდება მიუხედავად ჰენრის მამის, მარკ ნოვაკის სიტყვებისა, რომელმაც თქვა, ციტირებ, ჩვენ არ გვინდა რომ მისი სიკვდილი გამოიყენონ საზოგადოების კიდევ უფრო გასაყოფად, სიძულვილის ან დაძაბულობის გასაჩენად. ასე რომ სიცხვილი შენ, ნაიჯელ ფარაჯი, რომ იგნორირებ და არც ემპათიებს ნოვაკის ოჯახს. აი რა ხდება, აი რა არის საქმე. როცა ყავს ასეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მოვლენებს იყენებენ მხოლოდ პოლიტიკური გავლენისთვის, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ასევე იყენებს ამას პოლიტიკური გავლენისთვის, ეს მაწუხებს. ყველა პოლიტიკოსი გამოიყენებს ჰენრი ნოვაკის მოვლენას პოლიტიკური გავლენისთვის. ნაიჯელ ფარაჯი გამოდის განცხადებებით, რომ ეს არ არის ნორმალური, რაღაც უნდა გაკეთდეს ამაზე. ეს კაცი კი ამბობს, როგორ გაბედა ნაიჯელ ფარაჯმა გამოსვლა და სიძულვილის გაღვივება. ჩვენ ზუსტად ის უნდა გავაკეთოთ, რაც ოჯახს სურდა. ძალიან ნათლად ვამბობ, ოჯახს სურდა და რომ ჰენრი ცოცხალი ყოფილიყო, მარტივად, ადვილად, ზედმეტი სირთულეების გარეშე. ოჯახს სურდა, რომ ჰენრი დანით არ დაეჯრათ. ოჯახს სურდა, რომ როცა ჰენრი დანით დაჯრეს, პოლიციას ეს სერიოზულად მიეღო. მieყვანათ საავადმყოფოში, რომ გადარჩენილიყო. ეს იყო ოჯახის სურვილი. ეხლა როცა მათ ყველაფერი წაართვეს, მათი შვილი, მათი მომავალი, მათი პირადი სივრცე, ყველაფერი რაც აქამდე ჰქონდათ, ეხლა ისინი ამბობენ, რომ არ სურთ ჰენრის ხსოვნა იყოს ის, რაც დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს. და მე ეს მესმის. ალბათ მათ სურთ მშვიდად დაიტირონ. თუმცა პოლიტიკოსები, რომლებიც არაფერს აკეთებენ ამ საკითხზე და ახლა ცინიკურად იყენებენ ამ განცხადებებს საკუთარი დღის წესრიგის გასავრცელებლად. სწორედ ეს დღის წესრიგი იყო მიზეზი, რის გამოც ჰენრი ნოვაკი მოკლეს თავიდანვე. ეს ჩემთვის პრობლემურია. ხედავთ ისეთი ადამიანები, როგორიც არიან ნაიჯელ ფარაჯი და რუპერტ ლოუ, რომლებიც დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რასაც ჩვენ ხედავთ. გონია, რომ მათ ნამდვილად აქვთ უფლება ამ ამბავს გამოეხმაურონ. მაგრამ პოლიტიკოსებს, რომლებიც თეთრკანიანების წინააღმდეგ აბსურდულ რასიზმს ავრცელებდნენ, მაგალითად ამ კაცს კიერს და ამას, არ აქვთ უფლება თქვან, რომ ახლა ყველამ უნდა მოусმინოთ ჰენრის ოჯახს. თუ ახლა ჰენრის ოჯახს მოусმენდა, ის არ იქნებოდა გარდაცვლილი. არის ასე? არაა ძალიან რთული. მე ასე ვფიქრობ. და ისევ, აი ისენი. ყავს შაბანა მაჰმუდი. სიურპრიზი, რომელი მხარეა მასთან? ცდილობს პოლიციის ოფიცრისთვის მსხვერპლის როლი ითამაშოს. ის იყო. ინტერნეტში არასწორად ამოიცნეს და სიკვდილის მუქარებს იღებდა. მას იძულებული გახდა გადასულიყო საცხოვრებლად, რომ თავი და ოჯახი დაეცვა. დეზინფორმაცია და გამაღიზიანებელი კომენტარები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საშინელ სიტუაციას. კადი, ასე რომ, ეხლა იმის ნაცვლად, რომ თქვათ, მოდი ჰენრის ოჯახზე ვილაპარაკოთ, რაც არ უნდა იყოს. ის ამბობს, პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერი არასწორად ამოიცნეს. ის სინამდვილეში შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და ეხლა მისი ცხოვრება სრულიად განადგურებულია. ძალიან სწუხვარ იმ პოლიციის ოფიცრის გამო. ეს კატასტროფაა. ეს არავის უნდა დაემართოს. თუმცა, რატომ არის ეს შენი მთავარი საკითხი? იმიტომ, რომ იმედოვნებ, ყურადღება გადაიტანო იმ ფაქტიდან, რომ შენი შინაგან საქმეთა მდივნის, შაბანა მაჰმუდის პოლიტიკა ცუდი იყო ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. სხვათა შორის კირსტამა ამბობს, რომ არ მოხსნის გამონაკლის, რომელიც სიქებს საშუალებას აძლევს, თან ატარონ დიდი ცერემონიული დანები. ამასობაში ინგლისელ ქალებს ასამართლებენ იმის გამო, რომ ღამით ქუჩაში ყოფნისას თან აქვთ ჩვეულებრივი წიწაკის სპრეი. ეს ნამდვილი ამბავია. ინგლისში ქალებს არ შეუძლიათ წიწაკის სპრეის დარება და ამავე დროს სიქ კაცებს აძლევენ უფლებას ატარონ დანები. კიდევ ერთხელ, ყველაფერი ძალიან რთულია. უნდა ვიყოთ პოლიციის წინააღმდეგ, თუ უნდა დაუჭიროთ მხარი პოლიციას. უნდა ვიყოთ რელიგიების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანებს აძლევენ უფლებას შეიარაღებულები ატარონ დანები. თუ უნდა მივიღოთ ეს როგორც არის. ეს არ არის ისეთი რამ, რაც მარტივად შეიძლება გაიგო, მაგრამ ეს არის კიოსტამას არჩევანი ისევ და ისევ. ნაიჯელ ფარაჟის რეაქცია. ვფიქრობ, ნაიჯელ ფარაჟის რეაქცია არასწორია. და თქვენს კითხვაზე პასუხს ვიწყებ ოჯახის თვალით. მათ განაცხადეს, რომ არ სურთ ეს საკითხი გაამწვავონ. მათ გადაიტანეს ყველაზე არაჩვეულებრივი საშინელი გამოცდილება. მათ არ სურთ ეს საკითხი გაამწვავონ. მათ არ სურთ, რომ ჰენრი მოკვდეს.
და შენ, Keir Starmer, პასუხისმგებელი ხარ ამაზე შენი ორფენიანი სისტემის გამო და როცა გადათქვათ, რომ ხმა ამოიღო, ეს მხოლოდ შენი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგაა. აი ამას გულისხმობ. როცა პოლიტიკოსები არ არიან მზად, რომ უბრალოდ გადადგან ნაბიჯი და ეს საკითხი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, არამედ უბრალოდ თქვან ის, რაც ხალხს სჭირდება, ამით რაღაცას გარგავ. უბრალოდ რაღაცას გარგავ. ასეა ეხლა მდგომარეობა. დიდი ბრიტანეთი ცოტათი ცეცხლშია. ხალხი ძალიან გაბრაზებულია. Keir Starmer-ი ისეთად დარჩა, როგორიც იყო. პოლიციის ძალადობა მხოლოდ გაიზრდება. ისევე როგორც ძალადობა სილკის თემის წინააღმდეგ, ისევე როგორც ძალადობა მიგრანტების წინააღმდეგ, რადგან ხალხს უკვე მობეზრდა. აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ. ვიმედოვნოთ და ვილოცოთ, რომ ჰენრის ხსოვნას მართლაც კარგი მიზნებისთვის გამოიყენებენ, რომ დიდი ბრიტანეთი უკეთესობისკენ შეიცვლება. და ეს ყველაფერი უბრალოდ ძალადობრივ სანახაობად არ გადაიქცეს უსაფუძვლოდ, სადაც ადამიანები რასისტებად ჩანან, არამედ იყოს გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც დიდ ბრიტანეთს საკუთარ თავთან ბრძოლაში დაეხმარა.